როგორ აპირებს ამერიკა ომის მოგებას? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის მიღებაც არა მხოლოდ შტატების მტრებს, არამედ უკვე მოკავშირეებსაც სჭირდებათ და ფაქტობრივად მიიღეს კიდეც პენტაგონის უფროს პიტ ჰექსეტისგან, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პროგრამა 60 წუთისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება და დეტალურად მოგვიყვება თუ რა გავიგეთ ომის დივანის განცხადებებიდან. ერეკლე საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. ის რაც აქამდე იხილეთ, მხოლოდ დასაწყისია. აი ასე დაასრულა ჰექსეტმა თავისი ინტერვიუ და სწორედ აქედან ვიწყებთ ჩვენ. მეიჯორ გარეთთან საუბრისას პენტაგონის ბოსმა არაერთ კრიტიკულ კითხვას უპასუხა, ისეთებს, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება, რთულ მდგომარეობაში მოკავშირეების დახმარება და იმის დადგენაც კი, როგორ გავიგებთ, რომ ომი დასრულდა. მაშასე, ყველაზე მთავარი ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ამერიკა არათუ დღეს ან ხვალ აპირებს ომის დასრულებას, არამედ იქამდე აპირებს ბრძოლას, სანამ ოფიციალური თეირანი უპირობო კაპიტულაციას არ გამოაცხადებს. ისეც, რომლის დოკუმენტსაც თავად ტრამპის ადმინისტრაცია შეადგენს, ირანში შემორჩენილი ხელისუფალი, სურს თუ არა, უბრალოდ ხელს მოაწერს. ჰექსეტს ამ საბრძოლო ოპტიმიზმის საფუძველს და მოგებაში თავდაჯერების მიზეზს რამდენიმე ფაქტორი უჩენს. მოვისმინოთ ეს განცხადება და პასუხიც იმაზე, როგორ წარმოუდგენია მას ირანის კაპიტულაცია. This is not a fair fight. ეს არ არის თანაბარი ბრძოლა და ეს განზრახ არის ასე ჩაფიქრებული. ჩვენი შესაძლებლობები გადაჭარბებულია ირანთან შედარებით. და სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩვენ სამხედრო საჰაერო ძალებს ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაციას უერთებთ, ეს მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ არმიას გვაძლევს. ამასთან ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია კამპანიის ის ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, როგორ მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ჩვენ ვიბრძვით მოსაგებად. ეს ნიშნავს, რომ პირობებს ჩვენ ვადგენთ. ჩვენ ამას მაშინ ვაღიარებთ, როცა ისინი ბრძოლის უნარიანობას დაკარგავენ. დადგება მომენტი, როცა მათ სხვა არჩევანი არ ექნებათ. მიხვდებიან ისინი ამას თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ისინი აუცილებლად დანებდებიან. ირანის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ აშშ-ის მოთხოვნა უპირობო კაპიტულაციაზე არის ოცნება, რომელიც მათ სამარეში უნდა ჩაიყოლონ. ირანსა და ერაყს შორის თითქმის 8 წლიანი ომი იყო და მათ იმ ომშიც არ დაუდიათ იარაღი. მაინტერესებს, შედის თუ არა ეს თქვენს გათვლებში? იყო ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის ნაწილიც მე და ჩემი თაობა ვიყავით. ერაყსა და ავღანეთში, სადაც ბევრი სულელური მიდგომა იქნა გამოყენებული. ფაქტია, რომ ეს არის ომი, ეს არის კონფლიქტი და ეს არის მტრის მუხლებზე დაჩოქება. მოაწყობენ თუ არა ისინი ცერემონიას თეირანის მოედანზე და ჩააბარებენ თუ არა იარაღს, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. ინტერვიუს დროს დაისვა ძალიან საინტერესო კითხვა ბირთვულ პროგრამასთან, როგორც ომის მოგების დადასტურების ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. გარეტი დაინტერესდა, როგორ აპირებს შტატები იმ უდიდესი საფრთხის განეიტრალებას, რომელიც ალბათ კონფლიქტის დაწყების მთავარი მიზეზი იყო. მოვისმინოთ ჰექსეტის პასუხით. Despite the administration's claim that მიუხედავად ადმინისტრაციის მტკიცებისა, რომ ივნისში ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა განადგურდა, საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანს კვლავ აქვს 440 კილოგრამზე მეტი გამდიდრებული ურანი. შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტ ტრამპის მიზნების მიღწევა, თუ ჩვენ არ ვიპოვით და არ ამოვიღებთ ამ ურანს. ამის მოსაგვარებლად ბევრი გზა არსებობს. ისინი იყენებდნენ რაკეტების კონვენციურ ქოლგას, რომლის წარმოების სიმძლავრეც ყოველდღიურად იზრდებოდა, რათა დაეფარათ თავიანთი ბირთვული ამბიციები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავაუქმებთ ამ ბირთვულ საფრთხეს. ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ მათ ვერასოდეს ვერ მიაღწიონ ბირთვულ მიზნებს. ჩვენ თვითონ ვაპირებთ ამ ურანის გატანას? ცხადი არც თქვენ და არც სხვა ვინმეს არასოდეს არ გეტყვით, თუ როგორი არის ჩვენი დაზვერვის ვარიანტები. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენიც საჭირო იქნება წარმატების მისაღწევად. ცხადია, ომის მიზნების მიღწევა მოკავშირეების მხარდაჭერის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე ვერ მოხერხდება. საუბრობ სპარსეთის ყურის მოკავშირეებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იმ მიზნით ბომბავს ირანი და იმ მიზნით უკეტავს ჰორმუზის სრუტეს, რომ რამენაირად შტატებს ომის შეწყვეტა აიძულონ. პიტ ჰექსეტს ამ მხრივ საკმაოდ დამაიმედებელი გეგმა აქვს. მოვისმინოთ ეს ნაწილიც. there's reporting from our Margaret Brennan that ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონში მოკავშირეებს ეწურებათ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მარაგები. პირველი, არის ეს სიმართლე? და მეორე, რამდენად მზად ვართ დავეხმაროთ მათ მარაგების შევსებაში. to protect them as we continue this campaign. ცხადია მზად ვართ.
ჩვენ ეს დაგეგმილი გქონდა. ამასთან ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგები ბევრად აღემატება იმას, რაც დაგჭირდება მიზნების მისაღწევად. ამიტომ შეგვიძლია რეზერვის ნაწილი გადავანაწილოთ ჩვენს მოკავშირეებს, რა თქმა უნდა, თუ მათ ეს დასჭირდებათ. რაც შეეხება ჰორმუზს, ჩვენ უკვე ვზრუნავთ ამ საკითხზე, თანაც ამერიკული ცეცხლის ზალით. ის, რაც ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტი იყო, დიდწილად უკვე აღარ არსებობს. იქნება კიდევ ნავები, რომლებსაც ჩავძირავთ. Iranian Navy is largely no more. მოკლედ რომ შევაჯამოთ და ინტერვიუს მიხედვით გავცეთ კიდეც მთავარ კითხვას პასუხი, ამერიკა ომის მოგებას დაუღალავი ბრძოლით, მოკავშირეების გამაგრებით, ბირთვული პროგრამის განადგურებით და ოფიციალური თეირანის კაპიტულაციამდე მიყვანით გეგმავს. აი რამდენად გამოვა ეს მეორე საკითხია. მადლობა, ეს ერეკლე ფოლოდიშვილი.